სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ისეთ ავტორზე, როგორიც არის გაბრიელ გარსია მარკესი, რომელიც თავის მხრივ აღიარებდა, რომ თავიდან ბოლომდე გადაამუშავა თავისი შედევრი მარტოობის 100 წელიწადი, მას შემდეგ რაც ამ ავტორის რომანები წაიკითხა. საუბარი არის კუბელ მწერალზე, ალეხო კარპენტიერზე და მის რომანზე, რომელსაც ქვია დევნილი. წიგნი, რომელიც არის ახალგაზრდა კაცზე, რომელიც უერთდება რევოლუციონერთა დაჯგუფებას. ეს არის პოლიტიკური არეულობისა და რეპრესიების პერიოდი ჰავანაში, კუბაში და ეს ახალგაზრდა კაცი გადაწყვეტავს თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელით მივიდეს რევოლუციონერთა დაჯგუფებაში და იბრძოლოს მაღალი მატერიებისთვის და იდეალებისთვის. თუმცა როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, მთლად თავისუფლების მებრძოლის სულისკვეთების ნამდვილად არ არის ეს დაჯგუფება და მას უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც თავისი შინაარსით ძალადობრივია და უწევს ადამიანის მკვლელობაც კი. საბოლოო ჯამში ისე ვითარდება პროცესი, რომ ეს ადამიანი ხდება სისტემის ხელში წამების ობიექტი და მის წინაშე დგება არჩევანი, ან უნდა გადარჩეს ფიზიკურად და უღალატოს თავის თანამებრძოლებს გასცეს ისინი და გახდეს ინფორმატორი, ან მეორე მხრივ გახდეს გმირი და შეწიროს სიცოცხლე თავისუფლებას. თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს დაემართოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ამბიცია იმისა, რომ გამხდარიყო გმირი, ის ვერ უძლებს წამებას და ხდება მოღალატე და გამცემი თავისი თანამებრძოლების. და ის ხდება დევნის ობიექტი, ბუნებრივია ამ ყოფილი მეგობრების მხრიდან, რომელიც მას მოსაკლავად მისდევენ და ის თავს აფარებს საკონცერტო დარბაზს, სადაც ბედის ირონიით 46 წუთის განმავლობაში უკრავენ ბეთჰოვენის მესამე სიმფონიას, ეროიკას, რომელიც ეხება გმირობას. ანუ ადამიანი, რომელსაც საერთო აღარაფერი აღარ აქვს უკვე გმირობასთან, 46 წუთის განმავლობაში ისმენს სიმფონიას გმირობას, ანუ ხდება ისეთ სივრცეში, სადაც უწევს ამის მოსმენა და ამ დროს აღიძვრება მასში ის ფიქრები და ნაჩვენებია წიგნში სულიერი განცდები, სინდისის ქენჯნა, დანაშაულის განცდა, რაც აწუხებს ამ ახალგაზრდა კაცს, ანუ როგორ მივიდა ის იმ მდგომარეობამდე, რომელამდეც ის მივიდა, როგორც ცდილობს ის არა მხოლოდ ფიზიკურად გაექცეს ადამიანებს, რომელიც მას მოსაკლავად მისდევენ, არამედ გაექცეს დანაშაულის განცდას, თუმცა საბოლოო ჯამში ავტორი აჩვენებს იმას, რომ შეუძლებელია თავშესაფარი იპოვოს ადამიანმა და მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე მაშინ, როდესაც მას სინდისი სუფთა არ აქვს. სწორედ ამის ჩვენება უნდა მწერალს ამ წიგნი ძალიან საინტერესო ეპიზოდია ასევე ახალგაზრდა კაცის მიერ, როცა ის იხსენებს წარსულს და იხსენებს იმას, რომ როგორ მივიდა ღმერთის არსებობის იდეამდე, რომ რაღაცა მოხუცი ქალის ხელში არსებული ცეცხლი გახდა რაღაცნაირი ტრიგერი იმისა, რომ ეღიარებინა საკუთარ თავში პირველ საწყისის არსებობის იდეა. ანუ ეს რაღაც, ყოველ შემთხვევაში მე ესე შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაც პარალელი შეიძლება გაივლეს მარსელ პრუსტთან და მის ცნობილ რომანთან დაკარგული დროის ძიებაში, სადაც პირველ წიგნში სვანის მხარეს თავარი გმირი, როდესაც სინჯავს ნამცხვარ მადლენს, მასში აღიძვრება მოგონებები და ფიქრები წარსულზე და მის ბავშვობაზე. სწორედ ასე ხდება რაღაც გაგებით აქაც, როდესაც ხედავს ცეცხლს ქალის ხელში, ეს ხდება ტრიგერი იმისა, რომ რაღაცნაირად ის მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ღმერთი. ძალიან საინტერესო წიგნია, მე შეგნებულად არ მოგიყვები თუ როგორ თავდება ბუნებრივია ეს წიგნი, დავტოვებით თავშესაფარში, საკონცერტო დარბაზში, სადაც თავს აფარებს თავარი გმირი და შეგიძლიათ თავად ნახოთ ფინალი როგორია ამ წიგნის. ძალიან საინტერესო და ძალიან სიღრმისეული წიგნია ჩემი აზრით და ყველას გირჩევთ, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ასე რომ ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემი ვერსია, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ არხი.